ეს არის კითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად მისვამენ. უმეტესად ანონიმურად მწერენ და ეს ეხება საქალწულე აპკის თემას. ძირითადად აინტერესებთ, აუცილებელია თუ არა სისხლიანი გამონადენი პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს. და თუ ქალს არ აქვს პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს სისხლიანი გამონადენის საშოდან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს არ არის მისთვის პირველი სქესობრივი კონტაქტი. იმისათვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცე, მარტივად აგიხსნით საქალწულე აპკის აგებულებას. სად მდებარეობს და როგორ გამოიყურება საქალწულე აპკი? ეს ქალის რეპროდუქციული ორგანოებია, ეს, მაგრამ აქ, ეს ადგილი, ეს არის საშო, სადაც ხდება სქესობრივი აქტი, ანუ პენეტრაცია. საქალწულე აპკი მდებარეობს საშოს შესასვლელში. ის გარედან არ ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ განახორციელო პენეტრაცია, აუცილებლად უნდა გაიარო საქალწულე აპკი, რომელიც მდებარეობს შესასვლელში. ეს არის საშოს შესასვლელი. და საშოს შესასვლელში აქ არის თხელი მემბრანა, რომელსაც ქვია საქალწულე აპკი. ეს არის საქალწულე აპკი. მაგრამ საქალწულე აპკი, როგორც ბევრს წარმოუდგენია, მთლიანად არ ხურავს, ესე ვთქვათ, საშოს შესასვლელს, ხო? ესეთნაირად ზოგს გონია, რომ ეს მთლიანად დახურულია. და როდესაც ხდება პენეტრაცია, აუცილებლად უნდა გასკდეს და სისხლი წამოვიდეს. ეს ასე არ არის. საქალწულე აპკს აქვს ესეთი ნაპრალი, სადაც შეიძლება მოხდეს პენეტრაცია ისე, რომ საქალწულე აპკი საერთოდ არ დაზიანდეს, რადგან ის არის ელასტიური. ყველას აქვს ინდივიდუალური ტიპის საქალწულე აპკი და ფორმის. შეიძლება იყოს ასეთი ფორმის, შეიძლება იყოს ესეთი, შეიძლება იყოს ასეთი, უფრო დიდი, შეიძლება ჰქონდეს ტიხარი. ანუ სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს და აქედან გამომდინარე, სისხლიანი გამონადენი დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა მისი დაზიანება. შეიძლება დაზიანება არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება მოხდეს დაზიანება, მაგრამ არ იყოს სისხლიანი გამონადენი მისი სისხლძარღვოვანი სისტემის თავისებურების გამო. მაშასადამე, ქალს პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს შეიძლება ჰქონდეს სისხლიანი გამონადენი და შესაძლებელია არ ჰქონდეს. და სისხლიანი გამონადენის და ტკივილის მიხედვით არ განისაზღვრება ის, იყო თუ არა ეს პირველი სქესობრივი აქტი ქალისთვის.